მე ვერ ვიჩერებ სამსახურში ცუდ ტიპებს. რა გინ დიდი პროფესიონალი არ უნდა იყოს, თუ ის არ არის კარგი ადამიანი, მე მასთან ვერ ვჩერებ. რა თვისებები უნდა კონდეს კაი ადამიანს? უნდა იყოს გულწრფელი პირველ რიგში. გულწრფელობა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც ვითხოვ ადამიანებისგან. თუ ეს არ არის, მაგრამ ხო არ არის ადვილი გულწრფელობა? კი, ადვილია. როდესაც გადალახავ იმ მომენტს, რომ მიხვდები, რომ არ არსებობს შენ ჩაიდინო ისეთი რამე, რაც არის უპატიებელი, მორჩა უკვე ხარ გულწრფელი. მერე შეგიძლია რომ თქვა, რომ ხო აი მოვიტყუე რაღაცა რა, აი ხო ნუ ცუდად გავაკეთე, ხო მე ვქენი, მე დავაშავე. შეგიძლია ესენი თქვა, მერე უკვე შენ თავსაც უთხრა და სხვასაც. მე ამ ჩემ თანამშრომლებს ამაში ვეხმარები რა. ვეუბნები რომ აი თქვი რომ აი რაღაცა ცუდად რო გააკეთებ, თქვი რომ ცუდად გავაკეთე, არა უშავს. მოდი ერთად გამოვასწოროთ. არ დაგაზიანებს არც ჩემ ფინანსურად, არც მე. მოდი გამოვასწოროთ და ამ დამოკიდებულებას როდესაც ხედავენ, არიან უკვე გულწრფელები. რო აგვიანებს, აღარ მეუბნება, რომ საცობში იყო. ძალიან მკაცრი ვარ სამსახურში რა. მაგრამ არ მატყუებს. მეუბნება რომ დაეძინა. რომ არ უნდა სამსახურში მოსვლა, მეუბნება რომ რაღაც აი ისე უგზნობ თავს, რომ აი ცუდად ვარ და არ მინდა მოსვლა და არ მეუბნება რომ გაცივდა. ან რაღაცა პრობლემა. და რასეუბნები იმაზე რომ არ კი, მაგარია, აბა რა. მაგარია, წადი დაისვენე რა, რამდენჯერ არის ცხოვრებაში მომენტი, როცა არ გინდა რაღაცის გაკეთება, ხო? შენ თუ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ არ მიხვიდე, საქმე არ გააკეთო და დაწვე, დაისვენო, რაღაც რატო არ აქვს იმ თანამშრომელს ამის უფლება? შენ თუ ამას შეუზღუდავ და არა, შენ უნდა მოხვიდე სამსახურში და იმუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ხარ კვდები, არ იქნება არც პროდუქტიული და არც მომავალში შენი follower-ი, როგორ მიმდევარი. შენი მიმდევარი, შენთან გამომყოლი ყველაფერში.